საქართველოსთან საზღვარგარეთ მოგზაურთა რაოდენობა იზრდება საზღვარგარეთ დანახარჯებიც მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში ქართველებმა უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში 629 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. რა გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისმა და ამერიკა-ირანის დაძაბულობამ ტურისტულ ბაზარზე რა რისკების წინაშე აღმოჩნდნენ ტურისტული კომპანიები გაუქმებული რეისებისა და გაძვირებული ავიაბილეთების ფონზე. თემაზე ვრცლად სტუმართან ერთად ვისაუბრებ ტურისტული კომპანია ნოვატურის დამფუძნებელი მამუკა ჩიქია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. როდესაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისი საწყის ეტაპზე იყო, მაშინ განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის საკმაოდ რთული ვითარება, რომელიც თქვენ სექტორში იყო შექმნილი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ყველასთვის მოულოდნელი იყო ბუნებრივი ახლა დუბაიში რომ ერთ დღეს ბომბები ჩამოცვირდებოდა, ამას ალბათ თქვენ კი არა თავად დუბაის მმართველი ემირებიც ვერ წარმოიდგენენ, ხო? აი ამ პერიპეტიებიდან და აი ამ დაძაბულობის შემდგომ დღეს როგორი სურათი გვაქვს, შეძელი თუ არა მეტნაკლებად აი მიღებული დანაკარგებისგან გამოსვლა და მე აუცილებლად მინდა ვისაუბროთ იმ მოლოდინებზე თუ არსებულ ტენდენციებზე, რომელიც დღეს დაუშვათ თქვენ სექტორშია. გამყვანი ტურიზმი მაქვს ხედელობაში ბუნებრივია. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და სანამ თემაზე გადავალ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ სისტემატიურ რეჟიმში აშუქებთ საქართველოში ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის აქტუალურ თემებს. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული ტურიზმი მუდმივად გამოწვევიდან გამოწვევის წინაშე არის და ჩვენ გვიწევს პოლიტიკური კრიზისების, ბუნებრივი კრიზისების, პანდემიის, როგორც იყო კოვიდი, კი ბატონო. რა თქმა უნდა, პანდემიის მხარდამხარ ბრძოლა და რაც არ გკლავს გვაძლიერებს შესაბამისად წლიდან წლამდე ვცდილობთ რომ მზადყოფნაში ვიყოთ, იმიტომ რომ არავინ არ იცის ისეთი ცვალებადი პერიოდი არავინ არ იცის ხვალდაზე გრაელი ზოგადად ქვეყანას და შესაბამისად ჩვენ სფეროს. მარტის პირველი ნახევარი მართლა ძალიან კრიტიკული იყო ზოგადად სფეროსთვის და განსაკუთრებით გამყვანი ტურიზმისთვის, იმიტომ რომ ტურიზმი ყველაზე მგრძნობიარედ აღიქვავს ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და როდესაც სახეზე გვაქვს ესეთი მასშტაბური დაძაბულობა და შემდეგ რომელიც გადაიზარდა უკვე საომარ მოქმედებებში, ცხადია იყო ძალიან რთული პერიოდი. რთული პერიოდი იყო როგორც ნერვების კუთხით, ასევე გაცილებით რთული იყო ფინანსური დანაკარგების კუთხით. თუმცა ასე თუ ისე მოვახერხეთ ამ რთული პერიოდიდან გამოსვლა, ცხადია იმ ფინანსურ ზარალს და იმ დანაკარგებს, რომელიც იმ პერიოდში განვიცადეთ, ესე უახლოეს პერიოდში ვერ ავანაზღაურებ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დარეგულირდება და შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ისევ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. თავად პრობლემას რა წარმოადგენდა ის, რომ დავუშვათ წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე იგივე გაერთიანებულ საამიროების ქალაქები და ეს იყო მთავარი დანაკლისის ფაქტორი თუ გლობალურადაც დავუშვათ მოგზაურობისგან თავს იკავებდნენ ადამიანები? ნახეთ როგორ არის, აქ პრობლემა არ იყო ერთ კონკრეტულ მიმართულებაში. გარდა იმისა, რომ უშუალოდ აი ფრონტის ხაზად იყო გადაქცეული ისეთი ტურისტული ატრაქციები, ქვეყნები, როგორიც არის თქვა ემირატები, ყატარი და ასე შემდეგ, რეალურად დუბაიც და დოჰაც წარმოადგენდნენ ერთგვარ იმ სატრანზიტო კვანძს, რომლის მეშვეობითაც ქართველი მომხმარებლები მიემგზავრებოდნენ სხვადასხვა ეგზოტიკურ შორეულ ქვეყნებში. შესაბამისად მოხდა ისე, რომ ეს ორი კვანძი აბსოლუტურად ჩაიკეტა და ქართველი მომხმარებლები დარჩნენ ფაქტიურად ალტერნატივის გარეშე. ის არსებული ტრანზიტები კი, რომელიც იყო, ცხადია იმ რეისებზე მოთხოვნა გაცილებით გაიზარდა, როგორც გაყვანის, ასევე გამოყვანის კუთხით და შესაბამისად იქ უკვე იყო ბილეთების ფასების ძალიან მაღალი ზრდა. მოლოდინები როგორი გვაქვს? მაგალითად, ხა ზაფხულის სეზონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონია,
როგორც შემომყვანი ისე გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიებისთვის, რამდენად აქტიურებიან საქართველოს მოქალაქეები და რამდენად აქვთ ინტერესი დაუშვათ კვლავაც აქტიური მოგზაურობისა გლობალურ ბაზრებზე შექმნილი საკმაოდ არც თუ მარტივი მდგომარეობის ზოგადად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ქართველი მომხმარებლები მივაჩვიოთ ნაადრევი ჯავშნების კეთებას, რაც მათ გარდა იმისა, რომ აძლევს საკმაოდ დიდ დანაზოგს გადახდილი თანხის კუთხით, ასევე არჩევანი გაცილებით დიდი არის, როცა მომხმარებელი 5 და 6 თვით ადრე ახდენს. იცით რა, მე მინდა თქვა, რომ წლიდან წლამდე ნაადრევი ჯავშნების პროცენტული ხვედრითი წილი დაახლოებით 10-15%-ით იზრდება. მაგალითად, ალბათ 5-6-10 წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართველი მომხმარებელი ზაფხულის დაგეგმვას დაიწყებდა ნოემბერში და დეკემბერში. თუმცა ისევ სექტორის აქტიური მონდომების ფონზე მოვახერხეთ ის, რომ ეს ნაადრევი ჯავშნები ძალიან აქტიურ ფაზაშია და სწორედ როდესაც აი ყველაზე ისეთ შედიოდა სიმწიფეში შედიოდა ეს ნაადრევი ჯავშნების პერიოდი, სწორედ მაშინ დაემთხვა ეს კრიზისული ფონი, რამაც გამოიწვია აბსოლუტურად ყველაფრის გაჩერება და ამ სტაგნაციიდან ახლა ნელ-ნელა გამოვდივართ, მცირე ნაბიჯებით გამოვდივართ და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. ყველაზე აქტიურად რომელი ქვეყნებია მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და ფასებსაც მინდა ასევე აუცილებლად შევეხო, რადგან გლობალურად ინფლაცია საკმაოდ ისეთი მასშტაბურად არის სხვა სახეცვლილი და მასშტაბურად არის გაზრდილი ნავთობის ფასებიდან გამომდინარე და საჰაერო ანუ რეალურად ავია მიმოსვლაც ამ კუთხით არის გაძვრებული, როგორი მოქმედა და დაუშვათ რამდენით პირობითად გაძვირდა თუნდაც უახლოეს თურქეთში დასვენების მიმართულებით პაკეტები, იმიტომ რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დასვენების ადგილია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვაო ეზოზე. დაგეთანხმებით, უკვე არაერთი წელია თურქეთის მიმართულება თავისი როგორც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთი, ასევე ეგეოსის სანაპიროთი ინარჩუნებს მყარ ლიდერობას ქართულ მომხმარებლებს შორის და როგორც გითხარით, ანუ ეხლა ვართ საკმაოდ ისეთ კრიზისულ ფონზე, როდესაც საწვავის ღირებულება ყოველდღიურად მატულობს და არანაირი ის არ ჩანს გამოსავალი, როდის დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. მაგალითისთვის რომ გითხრათ, ზოგადად სანამ ეს კრიზისი დაიწყებოდა, 1 ტონა საწვავის ღირებულება დაახლოებით მერყეობდა $1000-დან, ხან ჩამოდიოდა 900-950-ზე, მაქსიმუმ ადიოდა შეიძლება ასულიყო $1000-ზე. თუმცა მას შემდეგ რაც ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე და განსაკუთრებით ამ ჰორმუზის სრუტის დაკეტვიდან გამომდინარე, საწვავის ღირებულება დღესდღეობით საავიაციო საწვავის ღირებულება უტოლდება $1800. ანუ მისი ღირებულება დაახლოებით 60-70%-ით გაიზარდა და აი თქვენი მომხმარებლებისთვის, თქვენი მაყურებლებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი რო იყოს თუ რატო არის ესეთი პირდაპირი ბმა. თვითმფრინავი 1 საათის ფრენისას მას სჭირდება დაახლოებით 2 ტონა ნახევარი საწვავის მოიხმარს და მაშინ როდესაც საუბარი არის 2 და 3 საათიან ფრენებზე და როდესაც მარტო საწვავის ხარჯზე არის, ანუ ჩვენ უკვე ავდივართ, რომ ფრენის თვითღირებულება დაახლოებით $10,000-ზე ცდება და სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს გარდა ამისა, პირადად ჩვენთვის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ უკვე შეთანხმებულ პირობებზე ხდება საწვავის, იმიტომ რომ ზოგადად ყველა ავიაკომპანიას ცხადია ჩადებული აქვს ის მუხლი, როდესაც ესეთი დიდი ნახტომით ხდება საწვავის ღირებულება და ისინი გვიძვირებენ ამ ღირებულებას ჩვენ და დაახლოებით საშუალოდ რამდენი პროცენტით გაძვირდა მაგალითად ავიაბილეთები? აი ნახეთ, ავიაბილეთი დამოკიდებულია, როგორც გითხარით, დისტანციასთან და ფრენის საათებთან დაკავშირებით. აი ხა ამ შემთხვევაში დაახლოებით ჩვენი მაგალითი რო ავიღოთ, ეხა ყველაზე აქტუალური მიმართულებას წარმოადგენს ეგვიპტე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დუბაის და სხვა ესეთი ქართველი მომხმარებლებისთვის საყვარელი მიმართულებები ჩაიკეტა და ეგვიპტის მიმართულებით ჩვენ თითო ბილეთი გაგვიძვირდა დაახლოებით $80-მდე. ეს არის თან ნახეთ როგორი სიტუაცია, ჩვენ დაახლოებით მაისის
პერიოდი თითქმის ერთი თვით ადრე ქონდა გაყიდული. თუმცა გაყიდული ქონდა შედარებით დაბალ ფასად და ავიაკომპანიამ უკვე წარმოგვიდგინა ახალი ასეთ შემთხვევაში რა შვრებით? ასეთ შემთხვევაში ნახეთ როგორ არის მთელ რიგ ქვეყნებში ამ შემთხვევაში ტუროპერატორები რაღაც დამატებით გადასახადს აკისრებენ ტურისტულ კომპანიებს და ტურისტულ კომპანიებს უხდებათ შემდეგ ამ თანხის მოთხოვნა მომხმარებლებისგან. თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ისეთ ფონზე, როდესაც მოგზაურობას ისედაც ბევრი თავს იკავებს, კიდე რაღაცა დამატებითი გამოწვევების და დამატებითი გადასახადების დაკისრებისგან თავი შეგვეკავებინა და ამ შემთხვევაში ყველა ეს ფინანსური ზარალი ხდება ტუროპერატორების კისერზე გადადის მარტივად რომ თქვა. მაგრამ მოლოდინი მთლიანობაში დაუშვათ უკეთესის გააქვთ, თუნდაც ზაფხულის პერიოდის განმავლობაში, როდესაც აქტიურად დაიტვირთება თუნდაც თურქეთის მიმართულება? როგორც გითხარით, ანუ გარდა იმისა, რომ ზოგადად ტურიზმის სფერო მიეჩვია, მომხმარებლებიც მიეჩვიან ამ გამოწვევების ფონზე აქტიურ მოგზაურობას. შესაბამისად, დღითი დღე ჩვენ ვატყობთ, რომ ტემპი, ჯავშნების სიხშირე იზრდება და ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ნელ-ნელა მოვახერხებთ იმ ნიშნულამდე მისვლას, რომელიც წინასწარ ყოველი სეზონის წინ ქონდა დანიშნული. კი ბატონო, და პოპულარული მიმართულებები რომელია დაუშვათ ქართველი მომხმარებლის თურქეთი სტაბილურობას ინარჩუნებს თქვენ თქვით, ახლა ამ შემთხვევაში ეგვიპტე, მაგალითად ევროპის მიმართულებით ზაფხული არის თუ არა საინტერესო ქართველი მომხმარებლებისთვის და რამდენად განსხვავებულია დაუშვათ იქ ფასები? კეთილი, სანამ ამაზე გიპასუხებთ, კიდევ მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხო. ზოგადად ტურიზმის სფეროსთვის, როგორც აღნიშნეთ, გაძვირებული ბილეთი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, თუმცა არანაკლები გამოწვევა არის ის, რომ მთელი რიგი ავიაკომპანიები ამ კრიზისის ფონზე ახდენენ მათი რეზერვების რაღაც ერთგვარ ინტენსიფიკაციას და ახდენენ როგორც ახლო პერიოდში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება არაერთი რეისის გაუქმება. შესაბამისად, ეს ყოველი გაუქმებული რეისი არის ტურიზმის, ტუროპერატორების და ტურისტული კომპანიების ძალიან დიდი თავსატეხი და თავის ტკივილი, იმიტომ რომ იწევთ გადაყვანა მგზავრის მერე დაბრუნებამ და ეს უკვე არის აწყობილი, მთელი რაღაც აწყობილი ტური იშლება, შემდეგ იქ სასტუმროებში ხანდახან ადგილები არ არის და ეს საკმაოდ ისეთ რთული ლოჯისტიკური გზა არის, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ჭიდროთ ესეთ კოორდინირებულად გავდივართ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ევროპის მიმართულებები ზოგადად ყოველთვის რჩება ქართველი მომხმარებლების ერთ-ერთ საყვარელ მიმართულებად. ეს როგორც ზამთრის საშობაო საახალწლო პერიოდში ცხადია, ასევე ეხება ზაფხულის პერიოდსაც. ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით ისეთი მიმართულებები არის მოთხოვნადი, რომელიც გარდა ისტორიული დატვირთვისა, ასევე საზღვაო კურორტებითაც გამოირჩევა, როგორიც არის ესპანეთი, პორტუგალია, ხორვატია, იტალია და ამ მიმართულებებზეც ცხადია აქტიურად მუშაობთ და აქაც ცხადია ვაწყდებით იგივე პრობლემას გაძვირებულ ბილეთებთან დაკავშირებით, გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით, თუმცა უკვე გამოვიმუშავეთ ის იმუნიტეტი და ვცდილობთ რომ მხოლოდ მივესალმებით თქვენს ამ პოზიტიურ განწყობას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თქვენ სფეროში, სადაც მართლა რეალურად ასეთ პრაქტიკულად გლობალურ პრობლემებზე ხართ რეალურად დამოკიდებული. წარმატებებს გისურვებ და გისურვებთ რაც შეიძლება მეტ ტურისტ და დამსვენებელს და შემდგომი შეხვედრისას იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური მოლოდინები და სურვილები რეალურად უკეთეს შემოსავლებში და გაზრდილ მაჩვენებლებში იქნება გადასდილი. ძალიან დიდი მადლობა, მამუკა ჯიქია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.